ჩვენ მე-13 ვკიდებთ ამ ბანერს, თითქოს რა არის, ხო? ყველა ხო თანხმდებით, ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც ხო თანხმდებით იმაზე, მე მგონი რომ რუსეთსაც არ უნდა დავემონო. თუ მხოლოდ დასავლეთზია და დასავლეთი ცდილობს ეხლა ჩვენს დამონებას და სხვა რუსეთი არ ცდილობს, თუ სულ დავეთანხმოთ იმას, რომ თითქოს რაღაცა დასავლეთის ომში გვირთებას. ამიტომ მე-13 დღეს ვცდილობ რომ გადმოვკიდოთ და ეს სულ უნდა ეკიდოს და ამაზე ხაზგასმა სულ უნდა ხდებოდეს, რომ კი საქართველოს აღარავის დაემონო. ნამდვილად არავის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცდილობს ამას, მაგრამ ამას რუსეთი ცდილობს ბოლო 200 წელია და ჩვენ საზოგადოებას გვიწევს ამას მტკიცება და ერთად დგომა, რომ რუსეთს უთხრათ ხმამაღლა, რომ აქ ვერ გადაგვტეხა, ჩვენ ვერ დაგაჩვენო და ქართველები შეშინებული არ არიან და არ დანებებულან და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და არ დამემონებით რუსეთს მათ შორის. და როდესაც დღეს მე-13 ვაპირებდი, ჩვენ წინასწარ ანონსი დავდეთ წინა იმისგან განსხვავებით და ვფიქრობდით, რომ ესეთი რამე შეიძლებოდა იქ მომხდარიყო, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ თლად ამას თუ იკადრებდნენ. ანუ საქართველოში ხალხი იმის თქმათ ეხავს უკვე და ის ვერ ვამბობთ საქართველოს მოქალაქეები და პოლიცია გვიცავს ამას, რომ საქართველოს რუსეთს არ დაემონება, რა სუვერენიტეტია ლაპარაკო, ჩემს ქვეყანაში არ შემიძლია ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს არ დაემონება რუსეთს და აი ისინი ვინსაბობენ, რომ ერთი ნიშანი მაჩვენეო, რომ რუსეთზე აი პრორუსული ამაზე მეტი რა არის, რომ პოლიცია, ქართული ოცნების პოლიცია ეხლა ხელს გვიშლის იმის თქმას ხმამაღლა თელ ქალაქს, რომ უთხრათ, რომ საქართველოს რუსეთს არ დაემონება.